უკრაინამ 5 დღეში 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა. ფრანს 24 ომის შემსწავლელ ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს, რომ გათავისუფლებული ტერიტორიის ფართობი თითქმის უტოლდება იმ მთლიან წინსვლას, რომელსაც რუსულმა ძალებმა 2025 წლის დეკემბერში მიაღწიეს. მათივე თქმით, ეს არის უკრაინის უდიდესი ტერიტორიული წარმატება ასეთ მოკლე დროში. არსებობს არასრულწლოვანი გოგონების დაჯგუფება, რომლებსაც მსხვერპლის საცემრად გამოჰყავთ. ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედა მისაუბრა. ეკა კუპატაძე ამბობს, რომ ბევრმა ადამიანმა შეატყობინა დაჯგუფების შესახებ, რომლებიც ადამიანებზე სასტიკ ძალადობაში იღებენ მონაწილეობას. რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემის ქართველ კაპიტანს ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 ფედერალური ბრალი წაუყენეს. ავთანდილ კალანდაძეს ტანკერზე გაიანას ყალბი დროშის გამოყენებაში ადანაშაულებენ. კაპიტანს ასევე ედავებიან ამერიკის შეერთებული შტატების ძალების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. შიდა აუდიტმა ვერ დაადგინა, რას აკეთებენ გორის მერიის თანამშრომლები მივლინებების დროს. საჭირო დოკუმენტები, რომლებიც საზღვარგარეთ შესრულებულ საქმიანობას უნდა ასახავდეს, აუდიტმა ვერ მოიწია. ქართლის ამბების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი გორის მერს ურჩევს, რომ მივლინებაში ნამყოფმა ყველა თანამშრომელმა წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ.